ჰოლანდიაში 98 წელს ვიყავი პირველად და იქ ყველაფერი დაშვებულია და მოსაწევი და ის იქ იყიდება. და მე რომ მივედი, ანუ ჩემთვის ყველაფერი თან როგორც მსახიობისთვის და რაღაცა, მაშინ იყო რომ გამისიჯა ხა 2004 წლიდან ზუსტად ჰოლანდიაში მომაწოდეს და იმის მერე აღარ მომიწევია საერთოდ. რო ჩავედი მეორე დღეს დამპატიჟეს. თან ეს კოფეშოპი საინტერესო აქ პერიოდი იყო, როცა წავედი აქიდან შევარნაცის დრო იყო და ისა ყოღოს ნაკბენზე ის არისო პრაკოლიო გეუნებოდი და $1000 მოიტანეო. აი ეს პერიოდი. ხო და ახლა მე არ შემხებია ეგისა, მაგრამ ჩემს ირგვლივ ბევრს ქონდა. კი და ნუ ერთხელ მოვდივართ მეგობარზე და სხვისახოცი ქონდა ეს ხელზე გადაჭა. აი რამხელა პრობლემა შეექო. ეგ ხო ჩვენ ვაქონათ ეგ უცნაური. არა, არ იყო მორფინისტი, საერთოდ არ გაკარება, საერთოდ არც პლანი მოუწევია, არც ის. ანუ ხელზე რეჟისორია რა. კოტე აბაშიძე, ცნობილი რეჟისორია თეატრის. და ხელზე ქონდა უბრალოდ სპორტსმენია, წყალბურთელი იყო და გადახვეული და ანუ აი რამხელა პრობლემა შეექმნა ისე. ხო და დამპატიჟეს მეორე ამ კოფეშოპში. ხო და შევედით ემაში და გამოართვეს, მოკლედ ეს აკენს მაგიდაზე ვსხებოდი და უცბად ცხენის ის მესმის რა, ცხენი მიყვარს ძალიან და ცხენი და ძაღლი რო ხავს რა მაგარი, ორთავეთ ჯერ ადამიანს როგორი ეთნოლები არიან და რომ მოკლედ საოცრება და ცხენის ფლოქის ხმა მესმის რა და გაჩერდა ამ იმასთან კოფეშოპთან და პოლიციელი და შემოდის ბარში და აქ ხო ყრია მაგინა აკეთებ, მე ასე ყრია რაღაც. რას აკეთებ ესენი მეუბნები? მოთხარი მე ხა ჩავდი აქ შევანას ყოღოს ნაკბენზე იჭერენ კაცს. ხო და ეს ყრია აშვებია მოთხარი შემოვიდა და იმან შეკეთებული იყი და გააბოლა და ბაიო და წავიდა. ეს იყო ჩემთვის კულტურული შოკი თუ რევოლუციური შოკი თუ აი არ ვიცი, აი გამოვშტერდი. ეს ვერ გავინჯერა, ეს რაც ხო წარმოგიდგენთ აქიდან ყოღოს ნაკბენზე გიჭერენ, გინდა თუ არა გაკეთებული. იქ პოლიციელი მოვიდა და პლანი მოწია და ბიჭო და ხო და უჩივლეს იმათმა რა ქვია, გერმანელებმა გაეროში. რომ აგზალონო რა, იმიტომ რომ იმაშვებიან ჩვენი ახალგაზრდები ჩავიდნენ გაფუჭეს. ჩვენ ვართ 22 მილიონი კაცი და 300 მორფინი, 3000 მორფინისტი ყავს. ანუ პირველი ამ პლანის მოწევას არ თვლიან, მეორე შაბათ-კვირას მოხდა ჩემ და საუთ გამიკვირდა რომ ხელოვანები არა, ანუ ინჟინრები, ექიმები და ეს რომელიც შაბათ-კვირას მორფს იკეთებენ, სისხლიც მინდავენ ჩემო ბატონო, ამასაც არ თვლიან და ვინც დამოკიდებულია მორფინიზმის წამალზე. ეს ყავს 3000 კაცი, 22 მილიონი კაცი. ის აქ ოფიციალურად და არა 300,000 მეტადონის პროგრამაში დადის და რაც არ დადის და რაც არა 3 მილიონი დაუკარგა. 3000 ყავს, ეს 3000 კაცი. რაღაცას პარკში, იმაში ლამას ქალაქში ყავს, სადღაცას ლამას პარკში თავის სახით იქ ცხოვრობენ და მე აქვს წამალი